ქალაქში 15 ივნის ტურისტული სეზონი გაიხსნა. წინა წლების მსგავს წელსაც დაფიქსირდა რამდენიმე უბედური შემთხვევა. საინტერესოა, დადიან თუ არა ფოთის სანაპირო ზოლზე ადგილობრივები და რამდენად საჭირო თვლიან სამაშველო სამსახურის მობილიზებას. ამ საკითხით მე-9 ტალღის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული გამოკითხვა. ზღვაზე საკმაოდ იშვიათად დავდივართ, რადგანაც ზღვის სანაპირო არ არის ისეთი მოწესრიგებული, რომ მაშინ სურაობა იყოს ასევე უსაფრთხო და სასიამოვნო. და სამაშველო სამსახურს რაც შეეხება აუცილებელია, რადგანაც უკვე ძალიან გახშდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვა აყენებს ძალიან დიდ ზიანს ბავშვებს. სამაშველო სამსახური აუცილებლად საჭიროა ამ პირობებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევებია. ნორმალურად სულ არ იცის, ბევრი ყურადღებოცაა და ამის გამო მოხდა შარშანწინაც ძალიან ცუდი ფაქტები და საჭიროა რომ იყოს. საკმაოდ კარგად ვიცი სურვა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა იყოს მობილიზებული სამაშველო სამსახური, რადგან ტალღებმა შეიძლება ისე ჩაგვითრიოს, რომ ვერანაირი ცნობა ვერ გეშვებას. ყოველდღე ფოთის სანაპიროზე სხვაგან სად უნდა გავიდეთ ფოთელები ვართ. ვხედავ, რომ არის ეს კარგად მოწესრიგებული. თუ ძალიან ხშირია შემთხვევები და ეს რო იყოს მოწესრიგებული, მაშინ არცით ხშირად ბავშვებს ალბათ უშველიდნენ ესენი და მოვითხოვრო ყველა მთელი ქალაქი რომ უკეთესად მოწესრიგდეს ეს ყველაფერი. თუ დადიხართ ფოთის სანაპიროზე? სანაპიროზე დავდივარ, აქეთ კონძულის უბანში აქეთ ავდივართ. ჩემი ბავშვები ჩამოდიან ზაფხულში თბილისიდან და და დედას დაყავთ. თუ სხვა ქალაქებში არის ესეთი რაღაცა, რომ აი ადგეს შეეშველოს რაღაცაში და შევარდეს უცებ და გადაარჩინოს, ხო? კაი რაღაცა იქნება ეგ რა. ქალაქის წარმატებაც იქნება და ხალხის არ დაზარალდება და არ იქნება მდენის რამო და ესა და ძალიან კარგი იქნება თუ მიხედავენ ყველაფერს და თუ გაუფრთხილდებიან.